ახლა რასაც ჩვენ უყურებთ, ძალიან ახალი რაღაცა, კიდევ ერთხელ მარტო ქართული ოცნების შემთხვევაში კი არა, ისევ გლობალურად, იმიტომ რომ რაღაცნაირი აფექტებით მართლობა შემოდის, ხო? რა ვიცი, აი თუნდაც ტრამპზე რო დავფიქრდეთ სიტყვაზე. ან აი იმედს, ხო, ნადია შენაბუდი იმედს უყურებ ყოველდღე ზიზღის მობილიზება ხდება, ხო? და ეს აფექტებით მართლობა იმ პირობებში, სადაც უკვე რაღაც დემოკრატიის ეს ბაზისური ინსტიტუტები ნადგურდება, ხო, ადამიანის უფლებები, რომელიც წარმოიდგინება უпростоრად ამ პროპაგანდისტული მანქანის მიერ შეირაცხება რაღაცად, რაც ასევე დასავლეთის მიერ არის შემოგდებული და თურმე ჩვენ მიუღებელია ქართველი ერისათვის რაღაც ესეთი რიტორიკა არის. ეს არის ზიზღის მობილიზება და აფექტური მმართველობა. ხადია მე აფექტები შეგვიძლია პირიქით ჩვენ პროგრესისტული პოლიტიკისთვისაც წარმოვიდგინოთ მნიშვნელოვან ნაწილად, მაგრამ იმის გამო რომ სამწუხაროდ ეს ულტრამემარჯვენე პოლიტიკა ჩვენთან დომინანტურია და ასევე მსოფლიოშიც რაღაცა ძალებს იკრებს, რაღაც ტენდენცია არის ეს მსჯელობა, ხო, ერთმანეთის მოსმენა, ზრუნვა ერთმანეთზე, სოლიდარობის განცდა, ეს ყველაფერი თითქოს რაღაცა არის, აი საქართველოში როგორ წარმოიდგინება ხოლმე, ეს მემარცხენეები, თუმცა მემარცხენეებს მიეწერება ესეთი ფუნდამენტური საკითხები, ხო? იმ პირობებში, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც ჩვენთან ჩანასახში არსებობდა, მაგრამ ჩვენ დემოკრატიული გამოცდილება, წინააღმდეგობების გამოცდილება გვაქვს და გქონდა ესეც ისპობა, ხო? და რაღაცა ეს აფექტური პოლიტიკის მობილიზება ხდება. ამიტომ რა ერთი მხრივ ეს რაღაც დაყავი და იბატონე, ალბათ ამას გულისხმობდი გიორგი, ეს ძველია ძალიან, მაგრამ მე მგონია რომ ეს აი იმ კრიზისებისთვის და იმ კაპიტალიზმის იმ ფაზისთვის არის დამახასიათებელი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. აი ზრუნვა, რომელიც ქუჩაში ხდება, ვთქვათ, აი ეს ძალიან განსხვავებული ადამიანები დგანან იქ და ამ განსხვავებულობის მიუხედავად თუ აი ამ განსხვავებულობის ხარჯზე რაღაცა სულ სხვადასხვა იდეები იქმნება, ვინ რა შეიძლება გააკეთოს, ხო? ვთქვათ, ერთ-ერთი ხაი პროპკავშირები ახსენა ლუკამ, ხო? ეს პროპკავშირები მართლა არ ვიცი, ალბათ 9 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ეს ადამიანების ამხელა რაოდენობა საქართველოში პროპკავშირების საჭიროებაზე ისაუბრებდა, ხო? ზოგი ვთქვათ, ცდილობს იქ არ ვიცი, საჭმელი მოიტანოს, ხო? და ვთქვათ, საჭმლით აი ზრუნვა რო ახსენე, ხო? ვთქვათ, საკვებით დაეხმაროს ადამიანებს. ეს სამომავლოდ რა იქნება ზუსტად არ ვიცი მე კონკრეტულად, ალბათ აი ესეთი პროპკავშირები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიზნების დასახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმის წარმოდგენა, ვთქვათ, როგორი ქვეყანა გვინდა, პოლიტიკა როგორი გვინდა, აქ ადამიანებს ალბათ სხვადასხვა აზრი ექნებათ, მაგრამ ეს რაღაც საუბარი და ერთმანეთის მოსმენა, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელსაც ვთქვათ, სამოქალაქო ომი აქვს ასევე გამოვლილი, მე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ეს მედიალიზებული მზერა, მაგიტო ვახსენე, რომ მაგის მიღმა ხდება სინამდვილეში რაღაცები და ადამიანებმა რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს, იმათაც კი, ვინც მე არ ვამბობ იმ ადამიანებზე, ვინც უშუალო ძალადობაშია ჩართული, ან თქვათ, აი ამ კორუფციულ ქსელში პირდაპირ არის ჩართული, მაგრამ მხარდაჭერები ხო ყავს ქართულ ოცნებას, ახლა ესე ხო ვერ ვიტყვით, რომ ან ვიღაც ადამიანები არიან, რომლებიც დაბნეულები არიან, ისინი კითხვებს სვამენ და რა ვიცი, მეც ვამ კითხვებს და თქვენც და ეს საუბარი ხო ერთმანეთთან მე ძალიან მნიშვნელოვანი გონია და ეს საუბარი იმის გარეშე რომ მაინდა-მაინც თქვათ ახლა რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია და არა, აი იდეების გაცვლა მართლა აი დემოკრატია ქმნადობაში, რასაც ქვია და გარდა მაგისა მე ესე წარმომიდგენია რომ საქართველოში და საქართველოს მიღმაც ძალიან ძიმე ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ წინააღმდეგობის გარეშე აბა როგორ მაშინ უნდა გადავიდოს ყველა ფეხი-ფეხზე და ვთქვათ რომ და ინგრევა ისედაც სამყარო და არაფერს არ ვიზამო. ერთადერთი ჩვენ რაც შეგვიძლია ყველას არის წინააღმდეგობის გაწევა, იმიტომ რომ მე ხანდახან ძალიან პესიმიზმი მომიცავს ხოლმე, იმიტომ რომ მგონია რომ მე-20 საუკუნის ფაშიზმებისაგან განსხვავებით, ხო? ეხა როგორ ფაშიზმის ეპოქაშიც შევდივართ კიდევ უფრო მძიმე არის, იმიტომ რომ მაშინ დედამიწა არ ნადგურდებოდა და ეხა დედან მართლა სიცოცხლე როგორც ასეთი ნადგურდება, ხო და მე შეიძლება ამის არ ეშინოდეს, მაგრამ ამავდროულად როგორ შეიძლება ამას წინააღმდეგობა არ გაუწიო, ხო და ამის ალბათ სხვადასხვა ფორმები არსებობს.